რას დავბიდი, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. სანამ გავაგრძელეთ, მოდი მოიწონეთ და გამოიწერეთ თქვენთვის ნებისმიერ სასურველ პლატფორმაზე. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ში, ან Instagram-ზე, ან ყველაზე ერთად. ვის შეუძლია მოხსნას იმედის რეკორდი? მხოლოდ იმედსავე. ბოლო რეკორდი კი აი ეს ამბავია. საინფორმაციო სააგენტო Prime Times წყარო უყვება, რომ სახიფათო ტვირთის საქართველოში შემოტანის უკან უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად ნაცმოძრაობის ყოფილი ოდიოზური მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია დგას და მას დახმარებას უკრაინის მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე უწევს. სააგენტოს ცნობით წყარომ ნაცმოძრაობიდან ინფორმაცია იმის შესახებაც მიაწოდა, როგორ გეგმავს ახალაია პარლამენტის შტურმს შეხვედრებზე, რომელიც ახალაიას ცოლის სახელზე გაფორმებულ ბინაში იმართება. იმედი და Prime Time აქამდე სუსის გამხმოვანებლები იყვნენ მხოლოდ. სქემა ასეთი იყო. იქ ჩასძახებდნენ, ესენი აქედან ამოძახებდნენ. მაგრამ ახლა ახალი კაცი მოვიდა სუსის უფროსად. ახალი მოზგი, ლეიტენანტი მდინარაძე. ახალი იდეები და ფორმატები მოიტანა. ახლა ეს ვითომ მედია სუსის ინფორმატორი შეიქმნა. ამბავ ვითომ ამად გახეთქეს და სუსი იძულებულია რომ გამოძიება დაიწყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია, თუმცა ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს. ლეიტენანტმა მდინარაძემ გამოძიება დაიწყო იმაზე, რას აპირებდნენ ერთად ბაჩო ახალაია და გია ლორთქიფანიძე, რომლებსაც ჯერ კიდევ საქართველოში არ ეხატებოდათ გულზე ერთმანეთ და ეგ ამ ქვეყანაში იმ 9 წელში ყველა მიცოდა და იცის. და არის ის მხოლოდ ამ ბედოულათმა სუსმა და კიმბერლი ლოუმ, რომელიც ასევე ჩააბეს პროპაგანდაში. შენი ჭირმე რაღაც მოუბოდე და მოდი ინგლისურად გვითარგმნე თუ ხალი ხარო. თარგმნა იმანაც. ახლა ალბათ ამასაც ათარგმნებენ, როგორ მოიპოვა ახალაიამ პარლამენტის საპროტესტო ნახაზები, რომელთა საფუძველზეც შემდეგ მაკეტი დაამზადა. თუ გამოთალა არ ვიცი. გამოძიების საფუძველი იქნება დებულება, რომ პარლამენტის შენობა სტრატეგიული ობიექტია და მისი გეგმა ამიტომ არავის შეიძლება ჰქონდეს. კარგი, ცადოთ. არც ჰაკერი ვარ, არც ჩეთმუთა ჯგუფის წევრი, მარტო ვმუშაობ. და ზუსტად წუთნახევარი დამჭირდა რომ პარლამენტის გეგმა მეპოვნა. ინტერნეტში, ყოველგვარ არქივში ქეკვის, ბიბლიოთეკებში სპეცლიტერატურის გამოწერის გარეშე. წუთნახევარი. აი ამ ლინკზე. სხვა ლინკებზეც ალბათ რაღაც სხვა არის. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ იქნება. და რომც არ იყოს, თქვენ პარლამენტის შენობა მართლა უცნობი ობიექტი გონიათ? გონიათ რომ პირველები ხართ მაგ შენობაში, ან უკანასკნელები. სხვას არავის უმუშავია, არავის გაუვლია შიგნით. საერთოდ იცით, რამდენი წლისაა ეგ შენობა. უკანა და გვერდითა ფლიგელები 30-იან წლებში აშენებული. წინა ფლიგელი კი 1950-იანების დასაწყისში. აბა მამუ, გადათვალე ხა თითებზე, რამდენი წელი გავიდა? 70-ზე მეტი. რამდენი რეჟიმი და ხელისუფლება შეიცვალა? და თუნდაც ზეპირად, ამ ხალხიდან ვერავინ დახაზავს შენობის გეგმას. უხეშად. სქემას სადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტისა და მოადგილეების კაბინეტებისა და სხდომათა დარბაზისა და შესასვლელი იმ ძველ სასადილოში ზვიადის ბუნკერს რომ უწოდებენ. სადა გვირაბები სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ეზოსკენ. მართლა გონიათ რომ არავინ არაფერი იცის ეგენი? და კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მინდა ვიკითხო. მამუ, ბარშაია სავეცკა ენციკლოპედია თუ გაქვს. Google-ს არ გეკითხები, აქ რთულია, კაი. ხელოვნურ ინტელექტზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. აი, დიდი ტომეულები თუ გაქვს. რომ გადაშალე და წაიკითხე, რას ნიშნავს 2 კილოგრამი ჰექსოგენი. სიძლიერით ტროტილს თუ შევადარებთ, რითაც ყველაფერი იზომება, დაახლოებით 1.5-ზე უნდა გაამრავლო. გამოდის, რომ საუბარია 3 კილო ტროტილზე. ეგ კი იმაზე ნაკლებია, ვიდრე თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ქადაგიშვილი. თქვენი ირაკლი, ხოცი აქტივისტი. აი, ეგენი რომ ესროდნენ ჰაუბიცებით მაგ შენობას ასე 34 წლის წინ. ეგ ყველაფერი წერია იმ წიგნებში, მამუ. საბჭოთა ჰაუბიცის ერთ ჭურში 3 კილოგრამი და 800 გრამი ტროტილია. და ახლა კითხე შენს მაგაცებს, რამდენი ასეთი ჭურვი ესროლეს ორკვირიანი ბრძოლებისას? ბევრი. ძალიან. ჰაუბიცებს მიამატა ტანკები, ეგენიც ხო ისროდნენ. მიამატა ყუმბარ მტკორცნები. მიამატა 100 კილოგრამი ასაფეთქებელი, რომელიც 23 თუ 24 დეკემბერს ვერტფრენიდან ჩააგდეს ეს შენობას. არ ვიცი რა ნივთიერება იყო, ქადაგიშვილს ეცვენება, შარმანაშვილსაც, გია კობახიძესაც და კიდევ ბევრს შენს გარშემო. აი, ეგ ყველაფერი მიამატე და მერე ნახე ფოტოები და ვიდეოები, რა ზიანი მიადგა გერმანელების ხელით კომუნისტებით ნაშენებ მაგ შენობას ყველაფერ ამით. მერე აკრიფე ტელეფონში სიტყვა ბაბაიაგა და წაიკითხე რომ უკრაინის ფრონტზე დღეს უკვე კოპტერებით 50 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას აგდებენ ერთ ჯერზე.
ფრთიანი დრონებით ან მცურავი დრონებით რაებს და რამდენს და რა მანძილზე აღარ ღირს ლაპარაკად. და მე დადექით ბრიფინგზე შენ ან შენი მოადგილეები და მოყევით აბდლობები, რომ 2 კილო ჰექსოგენი ვიღაცებმა ნახევარ მსოფლიოში ათრიეს უკრაინიდან. იმიტომ რომ თბილისში პარლამენტის თუ მთელი ქოცობის თუ მთელი რუსეთის აფეთქებას გეგმავდნენ. არა, განა თქვენ ვერ იტყვით, იტყვით. კოჭებში გეტყობა შენ პირადად რომ თქმელი ხარ. მაგრამ ჩემი მეგობრული რჩევა 1-2-0 მიაწერე მაინც. ლეიტენანტი კაცი ხარ ბოლოს და გენერალსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ელაპარაკო. ნახეთ კობახიძე ბიკენტია საკაბაბეში. ხალხოსანი ეგა. თავისი ამალით. ბიკენტია გვიშიანი სული ხარობს იმ ქვეყნად, ძლივს ჰასტუხიანი კლიენტი შემოვიდაო. ზუსტად იყო დღეც არჩეული. იმისთვის რომ მისი წინამორბედის ასტრონომიული კორუფციის ამბავი გაესაჯაროებინათ. ერთი ამბავი თორე ასეთი რამდენი იქნება. კობახიძე ქუთაისიდან თბილისში არ იყო ჩამოსული. კაბაბი კი პირიდან ჯერ იქ არ იყო ჩასული, როცა პროკურატურამ პირი დააღებინა ყველას. დაავაკავეთ სავალუტო ჯიხურის მფლობელი კაცი, ვისაც 2022-2024 წლებში საქართველოს შემოუტანია 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. არარეგისტრირებულად. ჩვენ ღარიბები ასეთი თანხით ვერ ვაზროვნებთ. ამიტომ წავედი და ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს. მიპასუხა, ამდენ დოლარს მთელი კონტეინერი სჭირდებაო. ევროები კი იმავე კონტეინერში თურმე აღარ ეტევა. ცალკე პატარა კონტეინერი უნდა ან ერთი რაღაც სატვირთო. 1 მილიონი დოლარის წონა 100 დოლარიანი კუპიურებით 10 კილოა. ანუ გამოდის რომ ვიღაცას შემოუტანია 6240 კილო დოლარი. დასეთ 400 ან კიდე მეტი კილო ევრო. შევამოწმე, ევრო უფრო მძიმეა. ანუ თითქმის 7 ტონა ფული. ბორინგა, რადნოი. თუმცა მე თქვენ ახლა ფულის სიმძიმეს რას გასწავლით? ან ფულის შემოტანა გატანას ან გათეთრებას. აი, ჩვენ კი ვისაც მილიონი არასდროს გვინახავს, მაინც გრჩება ჩვენი ღარიბული კითხვები. 2025 წლის სექტემბერში რომ კაცი დააკავეთ, ფულს 2022-2024 წლებში ეზიდებოდაო. აი, რა გამოდის? იმას წელს უკვე აღარაფერი შემოუტანია, გამოსწორდა? თუ კანალი გადაეკეტა თქვენ სენაზე? რატომღაც მგონია რომ ამ ვერსიას მიაწვევით და ამ კანალიდან ნელ-ნელა ამოაყვინთინებს ისეთ სახელებს ჩვენთვის რომ ისედაც მუდმივად კორუფციასთან იყვნენ ასოცირებულები. ოღონდ თქვენ რა თქმა უნდა მკერდით ეფარებოდით სულ, ეგ როგორ გვაკადრეთ ჩვენ. წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. აი ეს არის ჩვენი ღირებულება. კობახიძისა და ზოგადად ქოცის ღირებულება გამოჩნდა 624 და 35 მილიონი. კიდევ რამდენი ასეთი ამოყვინთავს მხოლოდ თქვენიცით. სამაგიეროდ ჩვენ ღარიბებმა ის ვიცით რომ ეს ფული აღმოჩნდება თქვენს მიერ ადრე მოძულებული ფავორიტები შემოტანილი, რომ გუნჩი ჯერ კიდევ შერჩენილებს ახლა ლაქა არ წაესხოს. ხო, აი ერთ ბობულა ქოც მაყუთი კონტეინერები შემოქონდა. მეორე მამის კისერზე იჯდა, მესამე კი დედის პენსიას ელოდა რომ მანქანაში ბენზინი ჩაესხა საერთოდ. და სამივე ერთად მერე ბორია ივანაშვილის დაწერილ კანონებს აძლევდა ხმას, რომლებითაც ახლა დაძდევენ სამოქალაქო აქტივისტებს. აი წინაღე რა ფულით იყიდე და რატომ არ გინდა რომ ხუთავი გაზი ყლაპო. მოვა დრო და ამ წურბელების მასშტაბს უკეთ გავიგებთ. ახლა კი ამ ერთი ბრიფინგის შემდეგაც უამრავი კითხვა გვიჩნდება. მაგალითად, რამდენად სწრაფად გვიპასუხებთ ამ ფული დაფრინავდნენ თუ არა ჩარტერებით პირველ კურსელები ამერიკაში, ღარიბულად. ეს ფული ყიდულობდა თუ არა სახლებსა და ვილებს, ქარხნებსა და წილებს, ღარიბულად. ამ ფულით აჩუქეთ თუ არა ჩეჩენ კადიროვოს სპორტსმენ ჩიმაევს ფერარი და მიიღეთ თუ არა ამისთვის ზონდერებით დახმარების დაპირება უპატიოსნესი და სრულიად არაკორუმპირებული კალაძის ოპონენტების დასარბევად. ვიკითხე რა, მხოლოდ ვიკითხე. და ამ ფულს გულისხმობდა თუ არა თქვენი ამჟამინდელი დაუარცხნელი ფავორიტი, როცა ამტკიცებდა რომ წარმოუდგენლად გაიზარდა ქართული ეკონომიკა. თქვენ თუ დოლარებსა და ევროებს კონტეინერებით ეზიდებით და ერთი ჯიხურით, ერთით 1.8 მილიარდ ლარს ათეთრებთ, ნორვეგია და კუვეიტი აქამდე რატომ არ მოვიდოვეთ უკან? კიდევ ბევრი ღარიბული კითხვა გვაქვს და ნელ-ნელა დავსვამთ. მაგალითად, ფული საერთოდ საიდან მოვიდა? გავიგეთ რომ სახმელეთო ტრანსპორტით შემოდიოდა, მაგრამ რისთვის? რის საფასური იყო? რა გადიოდა სამაგიეროდ? საქონელი? მომსახურება? შეიძლება რომ ეს ყველაფერი რუსულ სანქციებთან, უბრალოდ ამ სანქციების გვერდის ავლასთან დავაკავშიროთ? ესეც მხოლოდ ვიკითხე, ბატონო ბორის, მხოლოდ ვიკითხე. სხვა ღარიბული კითხვა. რამდენად რეგულარული იყო რეისები? 624 მილიონი დოლარი 3 წელიწადში, პლუს 35 მილიონი ევრო, ნიშნავს რომ ყოველ სამუშაო დღეს ვიღაც თითო მილიონს ეზიდებოდა. შაბათ-კვირას კი პატიოსნად ისვენებდა. სად? ვინ თქვა დედოფლის წყაროშია? იქნებ ჭორვილაში ან აბასთუმანში. არა, თუმცა მაგას ვინ დაიჭერს მეც. მოვინდომე ახლა. ჯერ არა.
სიმღერა ალბათ იცანით, კალინკა. იმ უხსენებლების საყვარელი ცეკვა და სიმღერა, რომელსაც ყველაზე კარგად ალექსანდროვის ანსამბლი ასრულებს. რუსეთის არმიის აკადემიური ანსამბლი პესნიე პლასკი. ახლა კი გაჩვენებთ ერთ მოკლე ვიდეოს და მერე ჩვენ სატკივარზე ვილაპარაკოთ. ოღონდ აქაც ხმა აუწიეთ აუცილებლად და მოусმინეთ. ეს ხალი უკვე რუსი არაა, გააჩნია როგორ შეხედა. ეთნიკურად არაა. ამ ვიდეოში ბოლნისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მორიგი პროჭორილელი რამდენია ეგეთივე იტყვით თქვენ. მე კი გეტყვით, რომ სულაც არაა მორიგი და ასეთი ბევრი არაა. იმიტომ რომ მისი გვარია ყაველაშვილი და ჰქვია ნონა. უფროსი და იმ ტიპისა ქართული ჰაბიტუსით რომ გამოარჩია რუსის ოლიგარქმა და პრეზიდენტი რომ დაარქვა. აი ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდგორობას რომ თურქეთში დადის, აი ის რუსეთის ჩემპიონი. ვალერე გაზაევის ბიჭი. პროჭორილერს მიხეილ ყს გასამართლებლად ბევრი საბუთი აქვს. ეგ რუსეთში რომ ბურთს აგორებდა 90-იანები იდგა და ბოლო ომი მომხდარი არ იყო. კარგი არ იყო. საქართველოს დაახლოებით 18-20% უკვე ოკუპირებული ჰქონდა რუსს. თუმცა ჯანდაბას მაგის ჩემპიონი მოვინელეთ. მაგრამ ქალბატონი ნონა რო ირწეოდა რუსული არყის ხესავი და პარკეტს ქუსლებს უკაკუნებდა. ეგ ბოლო ომიც ხომ მომხდარია 2008 წლის. იმ ყველაფრის დამატებად. არ ვიცი ამ ვიდეოში ეს მოკეიფე ხალხი რამდენად შეკეიფიანებულია. შეიძლება ქალბატონი ნონაც გრადუსშია, მე რა უჭერს, კაცმა რო თქვას. სიმთვრალე შეიძლება რამე ისეთი გააკეთო, რასაც ფხიზელი არ იზამდი. კაცმა ან ქალმა. გინ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, გინ მინისტრმა, გინ ჩვეულებრივმა მოკვდავმა. აბსოლუტურად ადამიანური ამბავია. ნონა ყაველაშოს რომ წაებურძიკა, ან სასიმღერო ხმა არეოდა, ან ლექსი დავიწყებოდა, ან ბოლოს და ბოლოს საცივში ჩაზინებოდა, ვინოხერი იყო ხმის ამომღები. ყველას მოქსულია. მაგრამ რუსის კალინკაზე ცეკვა ნაღდად ყველას არ დაგმართნია. მით უმეტეს, როცა თავი ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის წევრად მიგვაჩნია. რუსის მიერ ოკუპირებული ქვეყნის. არათუ მაგდენს ვერ დავლებთ, უბრალოდ რამდენიც უნდა ვსვათ. სახლში ამ სიმღერის ჩანაწერს ვერ ვიპოვოთ, არ გვაქვს. დალაგებულ ნორმალურ ქართველებს, ამ ქვეყნის შვილებს, არა მაინც და მაინც ეთნიკურ ქართველებს. არც სიფხიზლეში, არც სიმთვრალეში გვახსენდება და არც ჩაწერილი გვაქვს კალინკა, ბერიოსკა, კაჭუშა, ой мороз ესაულან რამე მსგავსი. იმიტომ რომ არ უსმენთ ამებს. იმიტომ რომ ვერ ვაცალკევებთ ერთმანეთისგან სუფრასა და პოლიტიკას, ხელოვნებასა და პოლიტიკას, სპორტსა და პოლიტიკას. 2008 წლამდე ეგ შეიძლება მხოლოდ გამორჩეულად პრინციპული ხალხის სათქმელი იყო. 2008 წლის შემდეგ კი უკვე ელემენტარულად იოტისოდენა წესიერი ადამიანების პოზიციად უნდა ქცეულიყო. და ოდნავ მაინც თუ გაქვს ინდისი, ოდნავ მაინც თუ გტკივა, ოდნავ მაინც თუ გრძნობ, თუ ფიქრობ, კალინკას არ ცეკვა. და მით უფრო ამას არ აქვეყნებ სოციალურ ქსელებში. მაგრამ ეს წესი არ მოქმედებს, როცა თანამდებობით ქოცი ხარ და ჰაბიტუსით პროჭორილელი. ამიტომ მიხეილ ყ შენებურად ჩვენ შორის ვის ოჯახშიც რუსის დაკროლზე ცეკვავენ იმის შეხედვარ და ველოდებით როდის ჩახსნის ბორის ივანაშვილი საქართველოს დასავლეთისგან და ვიძახით რომ ეს დასავლეთი საერთოდ არაფერში გვჭირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი თურმე გვჭირდება. თან როგორ? გასულ ივლისში საქართველოში უცხოეთიდან 13%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე 2024 წლის ივლისში. აქვე დამატებად, აქ არ იგულისხმება ფული, რომელსაც ივანაშვილი ნაბიჯ ამოიღებს ახლა თავისი გუნდის უპატიოსნესი მოქმედი თუ ყოფილი წევრებისგან და ამას პროკურატურის ან სუსის ბრიფინგებით გვამცნობს. აქ საუბარი მხოლოდ ეროვნული ბანკის სტატისტიკაზეა. მაშასე, მარტო ივლისში ქვეყანაში 327 მილიონი დოლარი შემოვიდა. 39-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. საერთო ჯამში კი საქართველოს მოქალაქეებმა 2025 წლის პირველ 7 თვეში მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით მიიღეს 2 მილიარდ 520 მილიონი ამერიკული დოლარი. პირველი სამეული ასე გამოიყურება. შეერთებული შტატები, იტალია და რუსეთი. ცოტა უკეთ რომ გავიგოთ რა ხდება. ეს ცხრილი უნდა დავალაგოთ. შეერთებული შტატებიდან საქართველოს მოქალაქეებმა ივლისში მიიღეს 61 მილიონი დოლარი. ეს არის საერთო თანხის 18% და 21%-ით მეტია ვიდრე შარშან ივლისში. იტალიიდან 46 მილიონი, 16.5% საერთო მოცულობიდან და 14%-იანი მატება. რუსეთიდან კი 45 მილიონი, რაც საერთო თანხის 13%-ია. მაგრამ ოდნავ შემცირებულია შარშანდელთან შედარებით. ყველა დანარჩენი ქვეყნიდან მეტი და მეტი შემოდიოდა, ყაზახეთის გარდა. სიაში როგორც ხედავთ, ყირგიზეთიცაა და
ამ ორი ქვეყნის ამბავი დეტალურად გვაქვს განხილული ჩვენს ადრინდელ გამოშვებაში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კვლევაზე დამკვიდრებით. ეგ უმეტესად იმ მანქანების საფასურია, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში შევიდა თავის დროზე და ამ თვეებში დასავლური სანქციების გვერდის სასავლელად. ოღონდ გაფორმებული იყო ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე. დღეს ყველაზე საინტერესო ევროკავშირის მონაცემებია, რომელში შესვლის პრივილეგიასაც ბორია ივანაშვილი დიდი ალბათობით დაგვაკარგინებს. ევროპიდან მხოლოდ ივლისში საქართველოში გამოგზავნეს თითქმის 150 მილიონი დოლარი, რაც საერთო თანხის 44%-ზე მეტია და 16.4%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ივლისთან შედარებით. ახლა ამ განტოლებაში, სადაც ევროპა ამერიკიდან სულ მატებაა, შეიტანეთ გამოკლება, რომლის მიღწევასაც რუსი ივანაშვილი ძალიან ცდილობს და მერე თვალეთ მოიმატებს ეს თანხა თქვენს ჯიბეში, თქვენს საფულეში, თქვენს ბარათზე, თქვენს საბანკო ანგარიშზე, თქვენს სუფრაზე ბოლოს და ბოლოს თუ დაიკლებს. დასკვნა წესით რთული არ უნდა იყოს. ამიტომ, როცა ევროპისა და ამერიკის შეწევნით ჭამთ, ნუ ღარ მისცემთ საშუალებას ბორიას პუტინისა და დედიმისისა გაჭამოთ. ეს არის ვაშე გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. Я помню, очень гадაცემია.